მოგესალმებით ყველას. თვითონ ამ რამდენიმე კვირის წინ პროკურატურის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა შიშიმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით და მათ თქვეს, რომ ყველაზე მეტი დანაშაული ძალადობის შიშიმ პირების მიმართ ხდება დახურულ დაწესებულებებში სხვადასხვაში და როცა მათი გახსნის მაჩვენებელი კიდევ არის სხვა, ანუ ოჯახში ძალადობასთან შედარებით უფრო დაბალი. და როცა ვიკითხეთ თუ რატო, მათ გვითხრეს, რომ იმიტომ რომ დახურულ დაწესებულებებში ზოგადად უფრო რთულია გამოძიება დანაშაულების და სხვადასხვა მტკიცებულებების შეგროვება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც არაფერში არ იყო ჩართული, ანუ მათ შორის არც ამ პოლიტიკურ საქმეებთან არ იყო შემხებლობაში, გამოდის, რომ არის დედამისის ციხეში ყოფნის გამო, ასევე ფაქტობრივად იმყოფება პატიმრობაში. სხვა შორის სახალხო დამცველიც არაერთხელ საუბრობს იმას, რომ პატიმრებზე უფრო უარეს მდგომარეობაში არიან ადამიანები შიშიმ პირთა დახურულ დიდი ზომის დაწესებულებებში. ანუ იქაურ პირობებზე ეს ჩემი აზრით ძალიან ბევრს მეტყველებს და ჩემი შეფასებით. ამიტომ გამოდის, რომ კი ის რომ ევა პატიმრობაში რჩება, ნიშნავს, რომ მისი შვილიც რჩება ასევე პატიმრობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მისი შვილის მდგომარეობა და ის რომ ევა არის მისი მხარდამჭერი გაითვალისწინოს და იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იმის გამოდის უკვე ასოციაციით დისკრიმინაცია ამ შვილის, ანუ იმის გამო რომ არის ესე თქვა სინდისის პატიმრის შვილი არის მძიმე მდგომარეობაში. დიდი მადლობა ესმა გუმბერძეს უსმენდით.